პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის წევრებთან ერთად განახლებული აბას თუმანი და ევგენი ხარაძის სახელობის ასტროფიზიკური ობსერვატორია დაათვალიერა. შალვა პაპუაშვილის თქმით, აბას თუმანში ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური პროექტების შედეგად კურორტმა სრულიად ახალი სიცოცხლე შეიძინა. რეაბილიტირდა ისტორიული შენობები, განახლდა ინფრასტრუქტურა, აღდგა საბაგირო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა ობსერვატორიის ინფრასტრუქტურა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აბას თუმანის განვითარება სახელმწიფოს, კერძო სექტორის და საქველმოქმედო ინიციატივების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მისი თქმით, პროცესში განსაკუთრებული წვლილი ფონდ ქართულს და ბიძინა ივანიშვილს მიუძღვის. ობსერვატორიამ განიცადა მნიშვნელოვანი განახლება. ჩვენ გვაქვს ახალი ტელესკოპი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ტელესკოპი, ეს არის მეტრნახევრიანი ავსტრიული წარმოების ტელესკოპი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სამეცნიერო ინსტრუმენტები, შენობები და ეს ყველაფერი, ეს რეაბილიტაცია არის მეცნიერებისთვის, ქართველი მეცნიერებისთვის და მათი საერთაშორისო ხილვადობის და მნიშვნელობის ხაზგასასმელად. მეორე დღეა ვართ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ვსტუმრობთ მათ შორის ახალქალაქის, ახალციხის ეპარქიას, მეუფე ნიკოლოსთან, მეუფე თეოდორესთან ერთად გქონდა შესაძლებლობა, რომ გვენახა ჩვენი ისტორიული ტაძრები, საიდანაც დაიწყო საქართველოს ქრისტიანული ისტორია. და მნიშვნელოვანი არის, რომ წელს, როდესაც ჩვენ 1700 წელს აღნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაფიქრდეს, გაიაზროს, რა საუკუნეები გამოვიარეთ, რა მოგვიტანა ჩვენ ქრისტიანობამ, როგორ გახდა ეს ჩვენი იდენტობის ნაწილი, როგორ ჩამოაყალიბა ქრისტიანობამ ქართველობა, როგორც ცივილიზაცია და კულტურა და როგორ გადაარჩინა ჩვენი ეროვნული თვითმოყვადობა.